დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ? მოგესალმებით ყველას. ხომ ხართ კარგად? წინა ვიდეოებში ვახსენებდი, რომ მამა ჩემის დაბადების დღე არის 15 ივლისი მეთქი და მინდა 1-2 სიტყვა მასეც ვთქვა და მე რაღაც სხვა თემასაც მინდა შევეხო. მამა ჩემი 2008 წლის 8 აგვისტოს გარდაიცვალა. ეს იმ ვიდეოში მაქვს მისი ისტორია ნაწილობრივ მოყოლილი. მამა ჩემი დღეს იქნებოდა 93 წლის და დღეს დედაჩემს ვეუბნებოდი, დედი, როგორი იქნებოდა ნეტა ამ ასაკში მამა ჩემი მეთქი. მართლა საინტერესო იქნებოდა. მე ერთ ვიდეოში მისი ფოტოც მაქვს გაჩვენეთ და აი ჩემ წარმოსახვაში იქნებოდა მამა ჩემი ზუსტად იგივე, ოღონდ ცოტა უფრო თეთრ პატარა წვერში, სულ თეთრ თმაში. წარმოსახვაში მაქვს, რომ როგორი იქნებოდა მამა ჩემი. ხო, დღეს მინდოდა ასვლა და ვერავედი, თქვი წინა ვიდეოებშიც, რომ მიზეზი რა იყო, რომ რატომ ვერავედი, მაგრამ არაუშავს ავალ ხვალ ზეგ თუ მაზეგ ავალ აუცილებლად. ძალიან მინდა და ავალ. მამა ჩემის ისტორია ვთქვი კიდევ, რომ მაქვს მოყოლილი მეთქი, გახდა ავად და აღმოაჩნდა მძიმე დაავადება, სიმსივნე და აღარ დაადგას, ანუ მკურნალობას აზრი აღარ ქონდა, თავში ქონდა რამოდენიმე ადგილასაც, სხვა ადგილასაც სიმსივნე და ყველაფერს გავაკეთებდო ჩემმა ძმებმა, მაგრამ ოღონდ გადარჩესო, მაგრამ აღარ მოგცეს იმედი და წავიყვანეთ სახლში და 8 აგვისტოს გარდაიცვალა ყველა ოჯახის წევრი, ძმები, ძლები, ყველა თავზე ვადექით, მამა ჩემს არაფერი არ აკვდა იმ მომენტისათვის, მაგრამ რაც იყო ღმერთის ნება, ისე იყო და ისე მოხდა. მამა ჩემი ძალიან კარგი ადამიანი იყო. მამა ჩემს იმ ქვეყანას ვლოცავ დღეს 93 წლის იუბილეს, ღმერთმა ნათლში გამყოფოს მამა და მე ამაყება, რომ ვარ შენი შვილი, იმიტომ რომ მამა სადაც არ უნდა წავიდე, მამა ჩემზე დღეს ერთი სიტყვა ცუდი არსად არ გამიგონია და დღესაც ყველა დიდი სიყვარულით მოიხსენიებს და დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ. მამა ჩემმა დაამთავრა სასოფლო სამეურნეო აგრონომიური დაამთავრა მახარაძეში, მაშინდელ დროში. მე ერთი წელი იმუშავა ქედის რაიონში, მაგრამ მე რადგან გამონაწილდა ყავდა 3 პატარა შვილი, სულ 5 ვართ, მაგრამ იმ პერიოდისთვის 3 პატარა შვილი ყავდა. ოჯახს დიდი ყურადღება ჭირდებოდა, სახლის ახალად აშენება, იყვნენ პატარა ხის ფიცრულში, ძალიან ბევრი წვალება გამოიარეს, ახალად ცხოვრების დაწყება ყველა მიცით რას ნიშნავს და მოკლედ მინდა შევეხო, ეხლა რომ თავი არ მოგაბეზროთ და მე ვეღარ გააგრძელა მუშაობა და შეეჭიდა სოფლის ცხოვრებას. ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, ძალიან კარგი ადამიანი იყო, ყველას გვიყვარს ჩვენი მშობელი, რა თქმა უნდა და ყველა დადებითად მოიხსენიებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მართლა გეუბნებით, არ არსებობს ადამიანი, რომ მამა ჩემზე ცუდი რამე თქვას. ვუყვარდით შვილები, გვიყვარდა შვილებს და პატივს ვცემდით. მშობლებს ბევრი პატივისცემა უნდა, ბევრი ყურადღება უნდა და რასაც იმსახურებენ, ჩვენ იმას ყოველთვის ვერ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ მამა ჩემისგან არასდროს ერთი ხმა არ გაგონილა, თქვათ, რომ სულ რომ ყურადღება მოკლებული ქონოდა, მაინც არ გეტყოდა ის, რომ რატომ ასე და რატომ ისე.
შრომობდა, ფუსფუსებდა და ცდილობდა რომ ყველას რაღაცა ანუ ყველასთვის რაღაცა მიეცა და ყველა ყურადღებაში ყოლოდა. ასე რომ მეგობრებო, დღეს იუბილეა ვერ მივდივარ, მაგრამ აუცილებლად ავალ და თუ ავალ თქვენს გაჩვენებთ იქაურ სოფელს, ჩემსას, ლამას კამიდამოს და მამაჩემის ნაწვალებდა ნაშრომ ადგეს. ასია ზოგჯერ გინდა, მაგრამ რაღაცა გაფერხებს და ვერ ადიხარ. არ არის ეს დიდი პრობლემა, ეხა მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს და ვერ ავდიოდე, შეიძლება უფრო რაღაც გულსატკენი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ხვალავალ თუ ზეგავალ, კარგი იქნებოდა სულ იყავი, მაგრამ რადგან ვერ ავდივარ, ავალ ხო, მთავარი ეს არის და ასე მეგობრებო, მინდოდა მეთქვა ეს თქვენთან მაინც, ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ მაინც მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება. დღეს დილით რომ გავიღვიძე, მეგობრებო, მე შევედი YouTube-ზე, შევედი Facebook-ზე და ნახე ასეთი ვიდეოები, რომ ყველა მიცით, ბევრჯერ ყოფილა თურმე და მე ეს არ მინახია. დანაშაულია ესეც, რომ ასეთ თემებს რატო ვერ ვხედავ და რატომ არ მინახია. და თამუნა მუსერიძის გადაცემაში ვეძებ, იყო დღეს ბილბლიანის ისტორია. იმ ქალის ისტორია რა გამოიარა. და როცა მამა დაეღუპა, მისი ისტორია, მისი ცხოვრება საერთოდ რომ შეიცვალა. რასაც ის ყვებოდა, გაოგნებული დავჭი და მართლა შოკირებული ვარ. მსგავსი არაფერი დღემდე არ გამიგონია. კი, ბევრი რაღაცა მსმენია, რომ ბაბუას შვილი ვერ უცნია, მამა შვილი ვერ უცნია, მსგავსი რაღაცები ყოფილა და გამიგონია, წამიკითხავს, მომისმენია, მაგრამ ის რასაც ყვებოდა, ეს იყო, არ ვიცი, ჩემთვის შოკი იყო. ბევრ გადაცემას ვუყურებ თამუნა მუსერიძის, მაგრამ მე მგონი ეს იყო დღევანდელი რაღაც საერთოდ სულ სხვა. კარგი გადაცემებიც მომისმენია, ცუდი გადაცემებიც მომისმენია, მარტო თამუნა მუსერიძეს არ ვამბობ, Facebook-ზე, გვერდზე რაღაცეები ყოფილა, უამრავი რაღაც, მაგრამ ეს ასეთი რაც სვანეთში ხდება, ეს იყო, ხდებოდა და არ ვიცი, იმედია დღესაც არ ხდება, ეს იყო ჩემთვის საერთოდ გამაოგნებელი რამე. ვიფიქრე რომ ამ თემას შევხებოდი თუ არ შევხებოდი, მაგრამ მაინც ვერაუვარი გვერდი და ცოტა რაღაცას მაინც რაღაცაზე ცოტას მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. საშინელება რაც იმ გოგომ გამოიარა 9 წლის ასაკიდან 14 წლის ასაკამდე ნათესაობაში ასეთი რამე ხდებოდა, სად იყო მაშინ მთელი სოფელი. სად იყო მაშინ სხვა დანარჩენი ნათესავების წევრი, სად იყო ის ხალხი, ამ გოგოს ამხელა ტანჯვა, ასეთი შეურაცხყოფა, რომ მიაყენეს, სად იყო, მაინტერესებს, მე სვანეთი მეგონა და დღემდე ასე მქონდა წარმოდგენილი, რომ სვანეთი არის ერთ-ერთი კუთხე, რომელსაც თავისი კანონები გააჩნია, თავისი ადაწესები აქვს, ხათთან ფიცი აქვს, რომელიც მათთვის ყველაზე წინ დგას და არ ვიცი, მე დღეს წარმოდგენა შემეცვალა. ნამდვილად წარმოდგენა შემეცვალა. ის რაც მოვისმინე, ეს დაუჯერებელ ამბავს უფრო გავს, ეხლა რა თქმა უნდა ის გოგო კი არ ტყუის და ამას არ ვამბობ, მაგრამ დაუჯერებელი ამბავია, თითქოს ისეთი რამე იყო. მეგობრებო, იმ დროს 90-იანი წლების ამბავს ყვებოდა ეს გოგო. მიახლოებით სავარაუდოდ მაგ დროში ვართ და იმ დროს სხვანაირი ცხოვრებაც იყო. სხვანაირი ცხოვრება იყო
ბევრს გვსმენია ალბათ, რომ შეარაღებული ხალხიც დადიოდა ავტომატებით და რაღაც დაჯგუფებებიც არსებობდნენ, რაღაცები არსებობდნენ, არ ვიცი, მეგობრებო, შეიძლება ახლა ამ თემას მე ასე არ უნდა ვამბობდე, მაგრამ არ ვიცი, რაც მომივიდა აზრად უნდა თქვა აუცილებლად და ალბათ მეთქი, ალბათ იქაც ესეთი რამე ხდებოდა, რომ ეს იყო დაჯგუფება, ეს იყო ის ადამიანები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ და აშინებდნენ, იმორჩილებდნენ სხვა იქ მაცხოვრებელ ხალხს და ამბობს ის გოგოც კიდევ, რომ ეშინოდათ მათი ყველასო და იქო ყავდაო ყაჩაღიო ჩვენთანო იქ იმალებოდაო და გარეთო ტანკი იდგა და ამათ იცავდაო. ტანკი, მეგობრებო, ეს ხომ არ არის უბრალო რამე, არ არის თქვათ ავტომატი და არ არის პატარა პისტოლეტი. და ხალხი ვერაფერს ვერ ამბობდა და ხმას ვერ იღებდა. მე ამიტომ გამიჩნდა აზრი, რომ ეს იყო დიდი დაჯგუფება, რომელიც არ ვიცი, მე ჩემ აზრს ვაფიქსირებ და შეიძლება არ ვარ მართალი, შეიძლება კაც არ უნდა ვილაპარაკო და ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრი მინდა ვთქვა. სვანეთი არ არის პატარა სოფელი, სვანეთში უამრავი ხალხი ცხოვრობს, თემებად ვართო ჩვენო, იმ გოგო მახსენა და კი ესეც გასაგებია, მაგრამ თუ იქ კანონია და თუ არსებობს რაღაც, ესეც მისაღები უნდა ყოფილიყო, რომ ამ გოგოს ასე რომ ტანჯავდნენ, ასე რომ აწვალებდნენ, როგორ არ გამოჩნდა სოფელში ერთი გონივრული ადამიანი, ერთი ვაჟკაცი ადამიანი, რომ იმ ოჯახს გვერდით ამოდგომოდა, არ შეშინებოდა იმ ხალხის და ეს გოგო ამ ტანჯვამდე არ მისულიყო, ჩემამდე არ დადის. ეს რა იყო, ეს რა მოვისმინე, მართლა საშინელება არის და ვინ იცის კიდე დედამისმა რა გამოიარა, მიმიყვანაო დედამო, იქ ვიღაცის სახელს ახსენებს და არ მიგვიღო, გარეთ გამოვიდა, გამოგვიშვაო, გამოგვაგდო, რომ მეო მტერსო ვერ გავიჩენო და ამ დონის შიში ქონდათ იმ ხალხის, რომ საცოდავი გოგო ვერ შეიფარა ოჯახმა. ხო და ვინ იყო ეს ხალხი? ესეთი ხალხი რატომ იყო იმ დროში? რატომ? ვინ იყო? ვინ აფარებდა ამათ ხელს? და ამბობს ის გოგო, რომ ზოგიერთი გარდაცვლილია, ზოგიერთი ცოცხალია და არ ვიცი, როგორც ის გოგო მოითხოვს, მართლა სამართალი უნდა აღსდგეს და არავის არ უნდა ეპატიოს ასეთი საქციელი. არავის არ უნდა ეპატიოს. ეს ნამდვილად მიუღებელი რამეა, საცოდავმა გოგომ რა არ გამოიარა, შვილიც გააჩენინეს ძალით და ისიც ვინ იცის, ან მართლა მკვდარია და ან ცოცხალია. კი, გასაგებია, საავადმყოფოში არ მოკლავდნენ, მართლა არ მოკლავდნენ, მაგრამ იმის იქით რა მოხდა ღმერთმა უწყის და ეტყობა იმ დაჯგუფებას ვამბობ. ასია, აბა ეს ერთი თემი და თან პლუს ასეთი სანათესაო ერთმანეთში ყველა ასე როგორ იყო შეთანხმებული, რომ ასეთი ცუდი საქციელები ეკეთებინენ და არც შინავრი იცოდნენ, არც ნათესაობა იცოდნენ, არც საგვარეულო იცოდნენ და ეს თუ არ იყო დაჯგუფება, აბა რა იყო? არ ვიცი, მეგობრებო. ესე იგი, ამ გოგოს მთელი ცხოვრება წაართვეს, მთელი გული ამოაგლიჯეს და როგორ დადგა ეს გოგო ფეხზე ამ ცხოვრებიდან წამოსულმა, როგორ გაიმართა წელში და თურმე აქამდეც ყოფილა, რომ რაღაცებს იბრძვის, აკეთებს, მე არ ვიცოდი ეს და ჯერ კიდე რამხელა გამბედაობა გინდა, რომ ისეთ ხალხს წინააღუდგე და რა იცი შენ კიდევ აქეთ რა გელოდება და მეორეც ის, რომ შენც უნდა გიმაგრებდეს ვიღაცა ზურგს, რომ ეს თემა რომ წამოწიო წინ, რაღაცას რომ მიაღწიო, ვიღაც უნდა გიმაგრებდეს ზურგს, რომ გახვიდე ბოლომდე და სამართალი აღადგინო. და მეორეც ის კიდევ, რომ საზოგადოების წინაშე მოყვე ის, რასაც ყვებოდა თვითონ. ამასაც დიდი ძალა და გამბედაობა უნდა. ყოჩაღ ამას ყველა ვერ შეძლებს, ამას ყველა ვერ გააკეთებს. არ ვიცი.
არ ვიცი, ის რა იყო და ის რა მოვისმინე დღეს, ჩემი გონებიდან არ გამოდის, მინდა სხვა თემაზე გადავერთო და არ ვიფიქრო, მაგრამ სულ ეს მეფიქრება, ასეთი საშინელებები ჩვენთან საქართველოში ხდებოდა? ეს არის არ ვიცი. მსგავსი რამე სად ხდება, კიდევ გამაგებინეთ ხალხო. მსგავსი რამე, რომ არც აბსოლუტურად არც ნათესაობა იცოდე, არც სისხლი იცოდე, არც გვარი იცოდე, არც ნათლობა იცოდე, არაფერი არ იცოდე ამ ქვეყანაზე და აკეთებდა იმ სიბინძურეს და იმ სისასტიკეს. ეს ხომ არის ყოვლად დაუშვებელი. მაპატიეთ მეგობრებო, თუ ამ დილიანად დავიწყე ვიდეო გარდაცვლილი ჩემი მამაჩემის და ამ გოგოს ისტორიით. მაგრამ დღეს მამაჩემის დაბადების დღე იყო და ამ გოგოს ისტორიას რომ არ შევხებოდი და რომ არ დამეფიქსირებინა ჩემი აზრი ვერ შევძლებდი. გასაგებია დილას უფრო პოზიტიური ვიდეო უკეთესია რა თქმა უნდა და ბოდიშით თუ დაგრდგუნეთ თქვენც, მაგრამ ყველა ნახავდით, ყველა მიიტანდით ჩემსავით გულთან და ყველას გექნებოდათ რეაქცია ისე როგორც მე მაქვს. ეს იყო კიდევ შეიძლება 1000-ჯერ ვთქვა, წარმოუდგენელი. ბევრი გამიგია, მაგრამ ასე ჯგუფურად საქართველოში ჩვენთან ასეთი სისასტიკე არ გამიგია მეგობრებო. ყოფილა და მე ვერ გავიგე? როგორ მეგონა რომ სვანეთი იყო ერთი ლამაზი კუთხე ჩვენი საქართველოსი და ერთი რაღაც სასწაული მხარე. ხო, არ შეიძლება ეხლა მთელ სვანეთს გაუსვათ ხაზი იმ გვარების შემხედვარე, მაგრამ რასაც ისინი აკეთებდნენ, ხომ არ შეიძლება რომ სხვაზეც ვთქვათ და სვანეთშიც არსებობს ხომ კარგი ხალხი და სხვა თემები და სხვა სოფლები საუკეთესო ადამიანები არიან. კი, გასაგებია, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში როგორ ვერ გაიგო ვერავინ და როგორ არ დაეხმარა, როგორ არ გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომ ამათვის დახმარება გაეწია. მერე რა, რომ შენ სხვა თემის ხარ და ის სხვა თემის არის. მერე რა, კანონი და სამართალი როგორ სვანეთისთვის სხვანაირია და ჩვენთვის სხვანაირია? თვითონ თუ ვერაფერს ვერ იზამდნენ, ხომ შეეძლოთ პოლიციაში განეცხადათ და დახმარებოდა იმ გოგოს ვინმე. ამიტომ ვამბობ, დაჯგუფება იყო ეს დიდი, ალბათ ტანკს ვერიშოვი, ისე ვერიშოვი ტანკს და ტანკი ეზოში არავისთან არ დგას. თუ შენ არ ხარ რაღაც ერთი დაჯგუფება და ხარ გაქვს წვდომა იმ ტანკთან და იმ ავტომატებთან და ასე თავისუფლად ისვრი ქეიფობ და ხარ მთელ ამბავში, ხო? ეს თუ დაჯგუფება არ არის მეგობრებო, ვამბობდეთ სულს და ვამბობდე შეიძლება არასწორს, მაგრამ არ ვიცი. სხვანაირად მე ვერ აღვიქვი ეს ამბავი. საშინელება მეგობრებო, საშინელება. ეს ისტორია არის ძალიან დიდი სირცხვილი ჩვენი ქართველების. სვანეთი სხვისი ქვეყანა არ არის და სხვისი სამყარო არ არის. ეს ჩვენია და ჩვენი ქართული სოფელია. როგორ შეიძლება ასეთი რამე? რა არ გამოიარა ხალხმა? ომიანობას, გაჭირვებას რა არ გამოიარა ხალხმა და მსგავსი რამე არასდროს არ გაგონილა და არ მსმენია. ხალხო აჭარაში 300 წელი თურქეთი ბატონობდა და ყველანაირად იცავდნენ, რომ პატიოსნება შეერჩენოდათ ქართველ ქალებს. ხდებოდა წიოკებაც, რა არ ხდებოდა ბატონობის დროს და დაპყრობის დროს, მაგრამ ცდილობდნენ ყველანაირად შეერჩენოდათ პატიოსნება და
ამას რომ ისევ შენი ქართველი, შენი მეზობელი, შენი ნათესავი ამას გაგიკეთებს, იქ ყველაფერი დამთავრებულია. არ ვიცი მეგობრებო. ჩემთვის იყო კატასტროფა, ჩემთვის იყო საშინელება და იმედია მივა ეს გოგო ბოლომდე იბრძოლებს, მიაღწევს და ამ სამართალს აღადგენს და იმედია ჩვენც გავიგებთ ამას უახლოეს ხანში, რომ სამართალმა იზეიმა. სხვანაირად არ გამოვა. ის, ვინც დღეს ცოცხალი არის და ამ საქმეში მონაწილეობდა, ჩემი აზრით ვერ უნდა დაპარპაშობდეს. არ ვიცი, მომიტევეთ, შეიძლება აღელვებულზე ვარ, შეიძლება სხვანაირად უნდა ვილაპარაკო, მაგრამ ჩემი აზრი ეს არის. წარმატებას ვუსურვებ იმ გოგოს, ამოდგომოდეს გვერდში ისეთი ვინმე, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქმე და მართლა სვანეთის გოგოებიც, ქალებიც დადგენ ფეხზე, გაახილონ თვალები და თუ მსგავსი რამე ხდება კიდევ, ამას ბოლო მოეხოს. კიდევ ერთხელ გეტყვით მეგობრებო, რომ მაპატიეთ, თუ დაგდგუნეთ, ბოდიშ გიხდით, მაგრამ არ შეიძლებოდა ამ თემაზე გვერდი ამევლო. რას არ გაიგებ და თურმე რა არ ხდება. კარგით მეგობრებო, ეხლა მივხედო ჩემს საქმეს, გელა მიდის დღეს 4 საათზე, ჩაულაგო რაღაცები, გავატანო და საღამოს ნახოთ სხვა იდეებით მოვიდე, სხვა ვიდეოთი მოვიდე, იქნება დღეს რომ ავდექი, ძალზალად ვაკეთე ყველაფერი, ისე დამთგუნა ამ ისტორიამ, რომ არ ვიცი, არაფრის თავი აღარ მქონდა, რომ სხვა რამეზე მეფიქრა. გავაცილებ გელას 4-ზე და მე ვნახოთ აბა როგორ მოვალ და რა იქნება. ამინდი გვაქვს მშვენიერი, გუშინ წვიმა ხომ დაიდო, ღამე ცოტა წამოწვიმა გვიანზე, გადაიღო და ეხლა მშვენიერი ამინდია. დღეს მეტს ამ ვიდეოში მეტი საუბრის ნამდვილად არ მაქვს, საუბრის აზრებს ვეღარ ვუყრით თავს და ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო. წარმატებას გისურვებთ ყველას, წინსვლას გისურვებთ. მსგავსი ისტორიები გვაშოროს ყველას, ღმერთმა და მეტი არასდროს აღარ გაგვეგოს ასეთი რამ. ბედნიერად ჩემო მეგობრებო და ყველას სიკეთეს და სიხაროს გისურვებთ. საღამომდე.